სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს მეზვერისა და ფარისევლის კვირა და გვახსენებს ეკლესია იგავს მეზვერისა და ფარისევლის, რომელიც უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს. და ნახეთ, ეს იგავი სულ 5 მუხლია, ძალიან მოკლეა ეს ამბავი სახარებიდან. მაგრამ ამაში მე გეტყვით თქვენ რომ მოქცეულია ჩვენი სარწმუნოება, აი ამ 5 მუხლში, აი ამ პატარა იგავში ჩვენი სარწმუნოების აზრიდებს ამაში, გესმით? აი მაგალითად, შემდეგ პავლე მოციქული ყველაზე დიდ ეპისტოლეს, თავისას რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ამას უძღვნის. პავლე ხომ განმარტავს სახარებებს თავის ეპისტოლეებში და ყველაზე გრძელი და დიდი ეპისტოლე, პირველი რომელიც დგას ახალ აღთქმაში რომაელთა მიმართ ეპისტოლე, აი ამას ეძღვნება ზუსტად, აი ამ იგავის განმარტებას. მე 9 ნეტარება როგორ იწყება, ნეტარი იყვნენ გლახაკნის სულით, არამედ თუ მათი არ სასუფეველიცად. აი ამ სიგლახაკეზეა ეს იგავი ზუსტად. ამაზე. და რა მოხდა? უფალი ამბობს რომ ტაძარში ადიოდა 2 კაცი სალოცავად, ორივე იუდეველი იყო, ორივე მორწმუნე იყო. ერთი ფარისეველი, ანუ ღვთისმეტყველებაში განსწავლული, ძალიან ზევით მდგომი სარწმუნოებაში, როგორც ადამიანები მიიჩნევდნენ და მეორე იყო მებაჟე, მოძულებული და გარიყული ერისაგან და ფარისეველი დადგა და ამბობდა, აქებდა თავის თავს და ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ იცავდა რჯულის საქმეებს. რომ ამბობდა, რომ მადლობ ღმერთო, რომ არა ვარ სხვა კაცების ადამიანების მსგავსი და ჩამოთვლის საქმეებს, რომელიც ჯულის საქმეებია. არა ვარ ქურდი, არა ვარ მტაცებელი, არა ვარ მემრუშე, ათწლება ჩვენ ხო ვიცით ეს არა იმრუშო, არა იპარო, აი ამ საქმეებს ჩამოთვლის. ასევე ამბობს, რომ მე-10 წირავ ტაძარს, რასაც მოვიგებ ჩემი საქმიდან მე-10 წირავ და ასევე ამბობს, რომ უხუცესთა გადმოცემასაც ასრულებს. ამბობს, რომ კვირაში 2ჯერ ვმარხულობ. ეს მოსეს ჯულში არ იყო, მაგრამ ეს უხუცესთა მათი რაბინების მითითება იყო, რომ 2ჯერ უნდა იმარხულოს იუდეველმა, რადგან მოსე ავიდა სინასთაზე და ჩამოვიდა ის დღეები იყო, როცა მარხულობდნენ, როცა მოსემ ჯული ჩამოიტანა. ხოლო ფარისეველი იდგა, ბოლოში უკან დადგა, წინ ვერ შეგაბედა. ეს წინ წარს დგა ფარისეველი მებაჟე უკან იდგა, ვერ გაბედა მებაჟემ რომ წინ წასულიყო და არაფერს ამბობდა, თვალებს ცისკენაც ვერ აღაპყრობდა, ვერ ბედავდა რომ ზეცისთვის შეეხედა მხოლოდ მუშს იცემდაო მკერჩი და ამბობდა ღმერთო მილხინე მეცოდვილს ამას. და ქრისტე ამბობს, გეუბნები თქვენ, ეს განმართლებული წამოვიდა ტაძრიდან, ის ვერა. ეს უფრო ეს გამართლდა ღვთის წინაშე, აი ამის გამო, რადგან ეს აღიმაღლებს თავის თავს, ის დაბრდება ღვთის წინაშე, ხოლო ვინც დაიმდავლებს, ის ამაღლდება. რაზეა აქ ლაპარაკი? რა თქმა უნდა, ამას პირველ რიგში ადამიანი ხედავს იმას, რომ ამ პარტავანი არ უნდა იყო, უნდა იყო თავმდაბალი, მაგრამ აქ უფრო ბევრად ღრმა აზრია ამ იგავში. აი რა არის, ნახეთ აქ. ეს ფარისეველი არის რჯულის კაცი, რჯულის საქმეების კაცი. ეს მეზვერე არის ვინ? რწმენის კაცი. ეს ფარისეველი არის მოსეს მოწაფე და ეს არის ვისი მოწაფე? აბრაამის შვილი. აბრაამი ხო სარწმუნოების მამა თituლებოდა. და ახეთ პავლე მოციქული შემდეგ ამას როგორ გაგვიმართავს, რომ რჯული რატომ მოეცაო ჩვენს ხალხს? რჯული რა არის? აი რო ვიცოდეთ, რჯული რას ნიშნავს? რჯული ნიშნავს 613 საფრთხო მცნებას. ესმით? ხოლო აქ მცნება კი არ იყო, 613 მცნება იყო, რომელიც მიეცა ისრაელს სინას მთაზე მონობიდან გათავისუფლებულს მიეცა ეს რჯული. აი რჯული ერთქვა აი ამ 613 მცნებას, რომელიც მათ უნდა დაეცვათ. და რატომ მიეცა ეს მცნება რჯული, რატომ მიეცა ისრაელს? იმიტომ რომ მათ შეეცნოთ რა არის ღმერთის ნება, ხომ? ღმერთის დიდება, ღმერთის სამართალი შეეცნოთ. მეორე, იმიტომ რომ მათ ცოდნოდათ როგორ უნდა ეცხოვრათ. წესები, ცნებები, ანუ მორალი რა უნდა ყოფილიყო მათი ცხოვრების, ამიტომ მიეცათ. მესამე და ყველაზე მთავარი რაც არის, აი პავლე მოციქული ასე ამბობს, რომ რჯულმაო გამოიწვია ცოდვის შემეცნება. განარჯულამდე არ იყო ცოდვა, მაგრამ როგორც კი მითხრეს, რომ ეს არ ქნა, აი იმ წუთში დაიბადა ცოდვა.
ხო? როცა მეუნებიან რომ არ შეხედო ვნებით ცხვის მეუღლეს და ვხედავ რომ მაინც ვაკეთებ ამას, იმ წუთში დაიბადა ცოდვა. ანუ რჯულმა გამოიწვია ცოდვის შემეცნება. ეს რომელთა მეშვიდე თავის მეშვიდე მუხლი ნახეთ რა წამოს. არა მე მხოლოდ რჯულით შევიცანი ცოდვა და სურვილსაც ვერ შევიცნობდი რჯულს რომ არ ეთქვა ნუქსურსო. რჯულმა როგორც კი მითხრა ნუქსურს, მივხვდი რომ ჩემ ცოდვილ სხეულს ხორცს სურს და რჯულმა გააცოცხლა ცოდვაო ჩემში. და ებერი ამბობს, მაგრამ ცოდვამ საბაბი მიიღო მცნებისაგან და ჩამინერგა ყველა სურვილი, ვინაიდან რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია, ხოლო მე როდესაც ცხოვრობდი რჯულის გარეშე და როდესაც მაინც მომეცა მცნება რჯული ცოდვა გაცოცხლდა. ხოლო ამის გამო რომ ცოდვა გაცოცხლდა, მე მოვკვდი ამბობს. რჯულმა მომკლა ამბობს პავლე მოციქული. რატომ ამბობს ამას? იმიტომ რომ ხედავ რომ ვერ ვიცავ რჯულს და რჯულმა, რომელიც კეთილი და კარგი იყო, მომკლა ამბობს პავლე მოციქული. ესმით? ამიტომაც ამბობს შემდეგ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში იგივე პავლე რომ სიკვდილის ნესტარი არის ცოდვა, ცოდვა იწვევს სიკვდილს, ხოლო ცოდვის ძალა არის რჯული, რადგან რჯულმა შემეცნებინა მეცოდვა. როდესაც ისრაელი გამოვიდა ეგვიპტის მონობიდან და მივიდა აღთქმულ მიწამდე, ხო? ეს არის თორაში, ეს არის მეხუთე წიგნი მოსესი, მეორე რჯული და მივიდა ამ საზღვართან, სადაც უკვე მოსე ხვდება და ისინი შევიდნენ ისრაელს, ხო? აღთქმულ მიწაზე. რა მოხდა? ღმერთმა უთხრა მათ, რომ ეს ყველა მცნება, რომელიც მე მოგეცით სინას მთაზე, დაწერეთ ქვის ფილებს. დაწერეთ. და შემდეგ ავიდეს 6 ტომის წინამძღვრები გებალის მთაზე, აი რომ შეხვა გებალის და გარიზიმის მთები იქ იყო, როცა სადაც შედიოდნენ ესენი იმ საზღვართან. და წაიკითხეთ ყველა აკრძალვა, რაც ღმერთმა აგიკრძალა. და ამ 6 ტომმა დაიძახოს ამინ. და რა დაიძახ, რა თქვეს იქ? რომ წყეული იყოს, ვინც შეურაცხყოფს დედმამას, წყეული იყოს, ვინც მოყვას დაჩაგრავს, წყეული იყოს ის, ვინც საზღვარს გადაწევს და სხვა ყველაფერი და ამინ ამბობდა ერი. და ბოლოს ასე მთავრდება. წყეული იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მას და იტყვის მთელი ერი. ამინ. და პავლე ამბობს, რომ აი ამის გამო ყველანი წყევლის ქვეშა ვართ და ყველანი მოვკვდით ამის გამო. ანუ რჯულმა შეგვამეცნებინა ცოდვა. მაგრამ ნახეთ, უფრო უარესი მოხდა შემდეგ. არა მარტო შევიმეცნეთ ცოდვაო, ესეც რომელთა მიმართ მეხუთე თავშია, არამედო რჯულის გამო გამრავლდაო ცოდვაო. რჯულმა გამოიწვია იმრავლო ცოდვა, ხედავთ რომ გადის წლები, საუკუნეები და მრავლდება ეს ცოდვა. მრავლდება, ვერ-ვერევით ამ ცოდვას. ამიტომ ბოლო აი მთავარი მიზეზი რის გამოც რჯული მიიცა ისრაელს რა იყო? რომ აღზრდილიყავით იმისკენ, რომ ხსნელი გჭირდება. გესმით? აი ქრისტეს მოლოდინი რო გაჩენილიყო ჩვენში, რომ ვერავით თუ არ გვაცხოვნა მან, რჯულს ვერ ვიცავ, წყევლის ქვეშა ვარ და მკვდრები ვარ. აი რჯულმა შეგვამეცნებინაო, რომ ხსნელი გჭირდებაო. ანუ რჯული ჩვენი მასწავლებელი გახდაო ქრისტესთვისო. ნახეთ, გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ასე ამბობს პავლე, რომ რჯული ჩვენი აღზრდელი იქმნა ქრისტეს მიმართ, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. და რა არის ეს რწმენა? რომ მან მისმა მსხვერპლმა ჯვარზე გაგვათავისუფლა დანაშაულისა. აი ის დანაშაული და წყევლის ქვეშ ხო ვიყავით რჯულის გამო, რომ ვერ ვასრულებდით რჯულს. აი ის მოკვდა ჩვენს მაგივრად და გაგვათავისუფლა აი ამ დანაშაულისგან. აი ეს არის განმართლება, გესმით? და ის მეზვერე განმართლებული რატო წამოვიდა იმ აზრიდან, რომ მან იცის რომ რჯულს ვერ იცავს, წყევლის ქვეშა და ამბობს ღმერთო მილხინე მეცოდვილს ამას, მომივლინე მხსნელი, მომივლინე ქრისტე მაცხოვარი,
მილხინ, ანუ შენი მსუბუქე, შენ ახარ ჩემი მხსნა. ეს რას ამბობს რჯულის კაცი ფარისეველი? მე შემიძლია რჯულის შესრულება. იტყუება. რადგან არ შეუძლია მას რჯულის შესრულება და თავის თავს ვერ ხედავს, გესმის? ქრისტეს რწმენა არ აქვს მას. ამას მეზვერეს აქვს ქრისტეს რწმენა. აი, ერთი პატარა მაგალითი, რატომ იტყუება ის ფარისეველი? აი, იქ როცა წეულა თქვენს გებარის მთაზე, მე რო გითხარით ახლა. იყო ერთი მცნება. წეული იყო ის, ვინც ბრმას გზაკვალს აურევს. ვინც ბრმა კაც, აი, ვისაც ასწავლო გზა როგორ იაროს, ეს ხო სულიერ ცხოვრებას წეული იყო ის, ვინც ბრმას გზაკვალს აურევსო. ქრისტე რას ეუბნება ფარისეველებს? ბრმები ხარ და ბრმების წინამძღოლები, არც თვითონ შედიხარ სასუფეველში და არც სხვას ასწავლით როგორ შევიდეს. ანუ ეს ფარისეველი ამ ცოდვას ჩადის სავარაუდოდ და ამბობს, მადლობ ღმერთო რომ წმინდა ვარ შენს წინაშე, გესმით? აი ეს განსხვავება, რატო ვერ გამართლდა ფარისეველი და რატო წამოვიდა მებაჟე განმართლებული იმ ტაძრისგან. ამიტომ ნახეთ, თავი რა არის რომ ვახსენ მე მოსე და აბრაამი, ვახსენ მოსეს და აბრაამს შორის ქრონოლოგიურად რამდენი საუკუნე იყო? 4 საუკუნე. აბრაამი პირველი ისრაელის მთავარი დასაწყისი და შემდეგ 430 წლის შემდეგ მოვიდა მოსე, ხო? მაგრამ პავლე გვეუბნება და ახალი ხმა ამას გვეუბნება რომ იცოდეთ რომ მოსეს რჯულამდე იყო რწმენის რჯული აბრაამს რომ მოუხმო ღმერთმა და მისცა აღთქმა რომ ქრისტე შენგან იშვება რომელიც გადაგარჩენთ იწმუნა აბრაამმა და სიმართლედ შეერაცხა მას. ნახეთ, აბრაამი როცა გამოიხმო ღმერთმა ერაყში, სადღაც ერაყის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მდინარეში ცხოვრობდა აბრაამი, ხო? არც მაშინ არც რჯული იყო. არც 613 კანონი, არც ტაძარი, არც იერუსალიმი, არაფერი არ იყო. არც ისრაელი არ არსებობდა. აბრაამისგან გამრავლდა, ხო ისრაელი, მაგრამ სიმართლე აბრაამისი რა იყო? ღმერთმა როგორც კი მოუწოდა და მისცა აღთქმა, ერწმუნა ღმერთს და წავიდა აღთქმული მიწისკენ. ამიტომ ამოს ახალი აღთქმა რომ რწმენა უფრო წინ იყო ვიდრე რჯული. ვიდრე კანონები. ამიტომ ირწმუნეთ ქრისტესი და თქვენ იქნებით განმართლებული. გესმით? ანუ განმართლება ქრისტეშია, რომ მან გამოგიხსნა საჯელისაგან და ის ეცვა შენს მაგივრად ჯვარს გოლგოთას. აი ეს არის ამ იგავის შინაარსი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.